მოგესალმებით, ეს YouTube საინფორმაციოა, მე ზურა ვარ. მე კი ნია. როგორც იქნა კაკომ ვიდეო დადო რუსეთიდან. თან ერთი კი არა, ორი ვიდეო ერთად. ვიდეოში ჩანს თუ როგორ ეხმარება რუსი, ცხვირს უმასაჟებს და მას ცხვირს მოყინვისგან გადაარჩენს. კაკო, რუსეთუმე ხარ ბიჭო? ანუ რუსები კარგები არიან მაგის ხმა გინდა? Hungry-Man-მა ახალი ვიდეო დადო. 100 ლარი FC 10,000 ლარი. ზამთრის კურორტზე 24 საათით. გუგას 100 ლარი ჰქონდა, შესაბამისად შვეიცარიის ალპებში წავიდა და ნიკას კი გუდაუში 4 საათში ამოეწურა 10,000 ლარი. ზიპერამ ვიდეო დადო სახელწოდებით ჩემი და იუთუბერების ცხოვრება კადრს მიღმა, მაგრამ კადრი მაინც ჩართული იყო და კადრში ყველაფერი ჩანდა. რატისბარმა ახალი ვიდეო დადო, სადაც იუთუბერებს სჯიდა. ვიდეო ისეთია გულს მოიფხანთ, მაგრამ მე მაინც სხვა იუთუბერებს დავსჯიდი. კენას ახალი ივენთი გაიმართა, ამასთან დაკავშირებით ჩვენი კორესპონდენტი ჩაგვერთვება. ზურა, გური, გური, ნია, ზურა, ნია, გური. კენას ახალი ივენთი დაიდო. ქართველ მებრძოლებმა ყოფილი UFC-ის მებრძოლები ცემეს. ანუ ჯერ UFC-ში მოქმედ მებრძოლებს ხოთ თავყვას უერთიანებთ და თავს რომ ანებებენ არც მაშინ ვეშვებით. კიდევ ურტყავთ. მოკლედ ქართველი მტერს გადაეკიდა. საბალოო ჯამში მაგარი არაქართული პროექტია რა. უცხოელები ჩამოიყვანეს, ცემეს და გაუშვეს. ჩვენ სხვანაირი სტუმართმოყვარე ხალხი ვართ ძმაო. კეთილების სეზონის ბოლო სერია დაიდო. სერიის ბოლო ვისაც არ მოგეწონათ, თქვენი არ მოწონება ჯეი. ოზი უკვე მესამე კვირა ვერ იპარავს კონტენტს. შესაბამისად ვიდეო არ დაუდია. ძალიან გთხოვთ კომენტარებში გადაცემის ლინკები ჩაუყდეთ, რათა დავეხმაროთ ნიჭიერ, იდეების გენერატორ და კრეატიულ ადამიანს. მის მინეს აპოლიტიკურ არხზე აპოლიტიკურ წამყვანებს გადაცემაში 2 ხელს კამზე სტუმრად გია ხუხაშვილი ჰყავდათ. იმდენად ცხელი გადაცემა იყო, რომ გია გახუხეს. გიამ თან თავისი პოლიტიკური პროგნოზებიც თქვა, რომლებიც რა თქმა უნდა არ გამართლდება, მაგრამ გრაფიკით უწევდა რამის თქმა და რას იზავდა. ლაშა გელაშვილს ახალი ვიდეო უკვე 8 დღე არ დაუდია. ეთყობა ესეც რუსეთში წავიდა და იქ იღებს რამე ფოკუსს, მერე დააბულინგებენ, შეეშინდება დადება და 2 თვეში დადებს ახალ ვიდეოს. კაკოს გზას გაუყვარა. გაცოცხლებული შოუს რიგით 53 ეპიზოდი დაიდო. ქორო იყო ძალიან კარგი. ცოტნე სასაცი ლოკაცია. კალატოზი ცოტა დეპრესიული იყო, მაგრამ მაინც გამეცინა და აი კნოპიჩაზე იმენად ჩავიჯვი. ანუ სასაცილო არაფერი უთქვამს, უბრალოდ დავინახე და ჩავიჯვი. მაგათი სპონსორი ისბანკი არაა, შენ რომ ვერიტან? კი, და ისბეთ იყავთ სპონსორად შენ ვერიტან. კარგი იყო ზურსონ, განვაგზოთ. სიკებმა ევროვიზიისთვის დაწერილი სიმღერის ვიდეო რგოლი დადეს. გამოხმაურება ორმხრივი იყო. ერთ ნაწილს მოეწონა, მეორე ნაწილი დახელფასებულია. წარმატებები ბზიკებს ევროვიზიაზე. გიორგი დანელიამ ვიდეო დადო, სადაც 24 საათის განმავლობაში მერავდვალიშვილი აკონტროლებდა მის ცხოვრებას. გიორგი მაგას ისეთები ყავს გაკონტროლებული, კიდევ კარგად გადარჩი. კაცებს სტუმრად თამუნა მუსერიძე ყავდათ, მაგრამ თამუნამ მაინც ვერ უპოვა კაცებს დაკარგული რეიტინგი. თაროს თაობაში სტუმრად ტატო, კალა, მახარა და აჩი იყვნენ. ეს პოდკასტი ინტელექტუალურია, ალბათ მაგიტომ იწვიეს საეჭვო. ზურა, შენ გოგოს რას ეთყოდი? დიანა, კოდი მოგივა და მომწერე მე ერთად. დღეისათვის სულ ეს იყო. დაელოდეთ ჩვენს YouTube საინფორმაციოს ყოველ ორ შაბათს საღამოს 8 საათზე. თუ რენდერმა არ გაჭედა. YouTube ინფორმაციას გაწვრიდათ ზურა და ნია.